ტექნოლოგიური პროგრესი პრაქტიკულად შეუქცევადი პროცესია. ციფრული სამყარო ყოველდღიურად უამრავ სიახლეს გვთავაზობს. ჩვენ ყველის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლებით უკვე მზად ვართ მოგესალმოთ. გამარჯობა. ავტომწარმოებელი Volvo აგრძელებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებების განვითარებას. შემდეგი თაობის Volvo XC90 პირველ ავტოპრომში მიიღებს Safe Positioning-ის დახმარების სისტემას მოულოდნელი დაღმართისას. ის განსაზღვრავს მომენტს, როცა მანქანა დაუგეგმავად ჩამოვა სავალი გზიდან და ელექტრონიკა დაუჭიმავს უსაფრთხოების ღვედებს, როგორც მძღოლს, ასევე წინ მსხდომ გზავრებს. ძლიერი დარტყმის შემთხვევაში დარტყმის ენერგიის ნაწილს შთანთქავს სპეციალური კომპონენტი, რომელიც განლაგებულია სავარძლების კონსტრუქციაში, რაც მოახდენს ხერხემლის ტრავმის მინიმალიზაციას. Volvo-ს კიდევ ერთი სიახლე გახდა Collision Avoidance სისტემა, რომელიც შუშაზე სინათლის ინდიკაციით აცნობებს მძღოლს გზაჯვარედინზე შეჯახების საშიშროების შესახებ. თუ მძღოლმა არ იმოქმედა შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მაშინ ტექნოლოგია დამოუკიდებლად გააჩერებს სატრანსპორტო საშუალებას და კიდევ უფრო დაჭიმავს უსაფრთხოების ღვედებს. ფრონტალური შეჯახების შემცირების გარდა Volvo-ს ინჟინრებმა ნახეს კიდევ ერთი საშუალება, თუ როგორ შეამცირონ უკანა მხრიდან შეჯახების შედეგები. ახალი Volvo XC90 განსაზღვრავს უკანა მხარეს შეჯახების რისკს, რის შედეგადაც ოპერატიულად მიამაგრებს მგზავრებს სავარძლებთან კამერების მეშვეობით. აგრეთვე დაიწყებს აქტიურად შეტყობინებას უკანა სანათით, რომ მიიქციოს ავტომობილის უკან მომავალი მძღოლის ყურადღება. ამით განახლებული ავტომობილის ტექნოლოგიური შესაძლებლობების სია არ ამოწურულა. ავტომობილი ასევე შეძლებს განსაზღვროს მძღოლის დაღლილობა ან კონცენტრაციის დაქვეითება და შესთავაზოს დასასვენებელი ადგილები. თვალყური ადევნოს მკვდარ ზონებს, დამოუკიდებლად განახორციელოს პარკინგი და თავიდან აიცილოს მანქანის გადაბრუნება. Volvo XC90 წარმოდგენილი იქნება აგვისტოში. მისი სერიული წარმოება იგეგმება მომავალი წლის დასაწყისში. სენსორული ეკრანის მთავარი დანიშნულება მენიუში ნავიგაციის და ზოგადად კომპიუტერის გამოყენების გამარტივებაა. თუმცა გაირკვა, რომ თქვენი ჩვეულებრივი LCD მონიტორიც კი შესაძლებელია სენსორულ მოწყობილობად იქცეს. ჰონკონგურმა კომპანიამ Going Technology-მ შექმნა ორიგინალური ჩარჩო Smart Frame-ი, ჩაშენებული მინი კომპიუტერით, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მონიტორი შეიძლება გარდაქმნათ სენსორულ პანელად ან საწყისი დონის მონობლოკად. Smart Frame-ი იდება მონიტორის ზემოდან და მაგრდება ორი კამერის მეშვეობით. იგეგმება სხვადასხვა ვარიანტების გამოშვება: 19, 22 და 24 ინჩი ზომის მონიტორებისთვის, 16:9-ზე გვერდების შეფარდებით. ჩარჩოს შეუძლია ორ რეჟიმში ფუნქციონირება: Windows-ის და Android-ის. პირველ შემთხვევაში მოწყობილობა უერთდება კომპიუტერს USB პორტით. კალიბრირების შესრულების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს მის განკარგულებაში ორწერტილოვანი სენსორის მართვის შესაძლებლობას. Android რეჟიმში ჩარჩო უერთდება მონიტორს HDMI-ის მეშვეობით. ამ ეტაპზე შემქმნელები გეგმავენ შეაგროვნონ ფინანსები crowdfunding-ის მეშვეობით. სიახლის ღირებულება დაახლოებით $120 იქნება. პლანეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ფანჯრების მქონე კომპანიაში საკმაოდ საინტერესო სიახლეები ინერგება. უფრო კონკრეტულად Windows-ის სიახლეების შესახებ რამდენიმე წამში გავიგებთ. Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სათია ნადელამ განაცხადა, რომ კომპანია აპირებს Windows-ის ყველა არსებული ვერსიის გაერთიანებას უნივერსალურ პლატფორმაზე. Microsoft-ი უკვე გარკვეული დროა მიდის ამ მიმართულებით. Windows Phone 8 მიიღო Windows RT-ის ბირთვი, ხოლო Build 2014 კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა აპრილში, შემქმნელებმა წარმოადგინეს ინსტრუმენტები, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნან უნივერსალური Windows დანამატები. ეს ინსტრუმენტები შესაძლებელს ხდის, რომ Windows Phone და ასევე Xbox-ის ოპერაციული სისტემებიც თავსებადები იყვნენ. საუბარია ერთ ოპერაციულ სისტემაზე ყველა ზომის ეკრანისათვის. განაცხადა მან ანგარიშის ჩაბარებისას კონფერენციაზე ანალიტიკოსებთან. ჩვენ გარდავქმნით Windows-ის შემდეგ ვერსიას 3 ოპერაციული სისტემიდან ერთ უნივერსალურში ნებისმიერი ზომის ეკრანისათვის. ადრე ჩვენ ყავდა ბევრი გუნდი, რომლებიც მუშაობდნენ Windows-ის სხვადასხვა ვერსიებზე. ამჟამად ჩვენ ყავს ერთი გუნდი, რომელიც მუშაობს საერთო არქიტექტურის შექმნაზე. ეს მოგცემს მეტი მასშტაბების შესაძლებლობას. გავრცელებული ხმების თანახმად Windows 9-ის გაშვება უკვე 2015 წელს იგეგმება. Amazon Game Studio-მ სპეციალურად Fire Phone-ისთვის ორი ახალი პროექტი წარადგინა. ვნახოთ რით არის საინტერესო ეს თამაშები. კომპანია Amazon-ი იმისთვის, რომ გამოყოს smartphone Fire Phone კონკურენტული წინადადებების ფონზე, აქტიურად ცდილობს გამოიყენოს მოწყობილობის უნიკალური თავისებურება.
ზუსტი თვალყურის დევნის ტექნოლოგია smartphone-ის მდგომარეობასა და მომხმარებლის თვალებს შორის 3D ეფექტის რეალიზაციისთვის. მისი თამაშების ქვეგანყოფილებამ წარმოადგინა ერთდროულად ორი პროექტი სახელწოდებით Amazon Game Studios, შექმნილი სპეციალურად Fire Phone-ისთვის. პირველი თამაში Saber's Edge წარმოადგენს სტრატეგიის და არკადის ტიპის ნარევს მეკობრეობის თემაზე, ხოლო მეორე პროექტი Tofu Fury არის სათავგადასავლო თამაში იაპონურ სტილში, რომლის მთავარი გმირი არის საბრძოლო ნაგლიჯი Tofu, რომელმაც დაძლია უამრავი წინააღმდეგობა და რომელიც ილაშქრებს მასზე გაცილებით ძლიერი მტრის წინააღმდეგაც. ორივე პროექტის შეძენა სულ რაღაც $2 დაუჯდებათ Amazon-ის მაღაზიაში, ხოლო მისი შეძენა შესაძლებელი იქნება smartphone-ზე Fire Phone, რომლის მიწოდება ამ კვირიდან დაიწყება. ფილმის მიხედვით ვიდეო თამაშები და ვიდეო თამაშების მიხედვით ფილმის შექმნა ყოველთვის საინტერესო პროცესია. My end is near. In my final hour, I commend my soul to God. რეჟისორმა, რომელიც იღებს ფილმს Uncharted თამაშის მიხედვით, განაცხადა, რომ გადაღება იგეგმება 2015 წლის დასაწყისისთვის, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ჯერ ვერ მოიწია. მე მინდა, რომ ეს იყოს არაჩვეულებრივი მსახიობი, განაცხადა გორდონმა. თამაში ისე კარგად არის გაკეთებული, რომ ამ ხარისხს უნდა შეესაბამებოდე. ჩვენ არ მოვიწვევთ ცნობილ მსახიობებს, თუ ისინი ვერ შეძლებენ როლს თავი გაართვან. შეეხება სცენარს, ჩვენ ძირითადად გავამახვილებთ ყურადღებას პირველ ნაწილზე, მაგრამ შევეხებით მთელ ისტორიას, რომელიც ვითარდება სამივე თამაშში. მომწონს, რომ რთულად და საინტერესოდ ვითარდება მოვლენები Uncharted-ში და ჩვენც ვიღწვით ამისთვის. თავარია არ დავანგრიოთ, რაც კარგად არის შექმნილი, არამედ განვავითაროთ. მათთვის, ვინც კარგად ერკვევა თამაშებში, არ დაინტერესდება იგივეს ნახვით, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ დავაინტერესოთ ნებისმიერი მაყურებელი. This island is cursed! Oh no! Oh God, no! შემდეგი ნიუსი ესიამონებათ მათ, ვისაც თამაშებთან ერთად სისწრაფეც უყვარს. თუმცა პერსონალური კომპიუტერის მფლობელებს ამ სიამონების მისაღებად კონკრეტული პარამეტრების დაკმაყოფილება მოუწევთ. ამ კვირის დასაწყისში პერსონალურ კომპიუტერზე PS4-ზე და Xbox-ზე დაიწყო Rallis, Ubisoft-ის მიერ შექმნილი თამაშის The Crew დახურული ბეტა ტესტირება, რის გამოც გამოქვეყნდა სისტემური მოთხოვნები. აღინიშნება, რომ გრაფიკის მინიმალური მონაცემებისას თამაში იმუშავებს მხოლოდ 720p გაფართოვებით, ხოლო საშუალო და უფრო მაღალზე 1080p. ამგვარად, The Crew-ს სათამაშოდ საჭიროა შემდეგი კონფიგურაციის კომპიუტერი: მინიმალური მოთხოვნები, პროცესორი Intel Core 2 Quad Q9300 2.5 GHz სიხშირით, ოპერატიული მეხსიერება 4 GB, ვიდეო დაფა Nvidia GeForce GTX 260 ან AMD Radeon HD 4870. რეკომენდებული სისტემური მონაცემები: პროცესორი Intel Core i5 750 2.76 GHz და მეტი, ოპერატიული მეხსიერება 8 GB, ვიდეო დაფა Nvidia GeForce GTX 580 ან AMD Radeon HD 6870 და უფრო მაღალი. შეგახსენებთ, რომ რელიზი გაიმართება ამ წლის 11 ნოემბერს. ჩვენ წინა გადაცემაში გიამბეთ ახალი K1 პროცესორის შესახებ. ისიც გითხარით, რომ Nvidia გეგმავდა პლანშეტის გამოშვებას ამ პროცესორით. ახლა დადგა დრო გავიგოთ მეტი ამ ახალი პლანშეტის შესახებ. Nvidia-ს ახალი მოწყობილობა არის პლანშეტი და არა პორტატული კონსოლი ჩაშენებული გეიმპადით, წარმოდგენილი წინა წელს Sheldis ბრენდის ქვეშ. ამ პლანშეტს საფუძვლად უდევს Tegra K1 პროცესორი, რომლის განმასხვავებელი თავისებურება Kepler-ის არქიტექტურაა, რომელიც აერთიანებს 192 CUDA ბირთვს, რაც შეესაბამება Nvidia-ს, რომელიც გამოიყენება კომპიუტერებში. ფაქტიურად Sheldis ტაბლეტში ჩვენ ხედავთ ისეთ უნივერსალურ სათამაშო პლატფორმას, როგორიც არის Sheldis კონსოლი
ოღონდ სხვა ფორმ ფაქტორით. კომპაქტური პლანშეტის დისპლეის დიაგონალის ზომა გახლავთ 8 ინჩი და აქვს 1920x1200 პიქსელზე რეზოლუცია. Shelled პლანშეტს და ორიგინალ კონსოლს მართავს ცალკე გაყიდვადი გეიმპადი. პლანშეტს შეუძლია ემუშაოს манипуляტორით Bluetooth პროტოკოლის მეშვეობით. თამაში შესაძლებელია როგორც პლანშეტზე ჩაშენებული ეკრანით, ასევე ტელევიზორზე ან მონიტორზე, რომელიც მიუერთდება HDMI პორტით. თქვენ შეძლებთ რეზოლუციის 4K გაფართოებამდე გაზრდას. იმის მიხედვით თუ სად უნდა მოხდეს გამოსახულების გამოყვანა, არის სცენარის ორი ვარიანტი: თამაში Android-ზე ან კომპიუტერზე. პლანშეტზე გათვალისწინებულია შთამბეჭდავი თამაში Train 2, რომელიც მუშაობს OpenGL-ზე. გრაფიკის განახლებას მიიღებენ ექსკლუზიური ვერსიები Half-Life 2 და Portal, რომელიც Nvidia-მ დააპორტირა Android-ზე. ასევე იგეგმება War Thunder-ის მობილური ვერსიის გამოსვლაც, რომელიც მთლიანად დატვირთავს Tegra K1-ს. ვიდეო თამაშების მოყვარულებს Urban Games-ისგან კარგი სიახლე გელოდებათ. შვეიცარიულმა სტუდიამ Urban Games-მა დააზუსტა თავისი ეკონომიკური Train Fever სიმულატორის რელიზის თარიღი. თამაში იქნება ხელმისაწვდომი ციფრული დისტრიბუციის Steam სერვისში ამ წლის 4 სექტემბერს Windows-ის ვერსიისათვის. Train Fever ხასიათდება თანამედროვე Transport Tycoon კონტენტის გენერაციის პროცედურით და ქალაქის რთული სიმულაციით. 1850 წლიდან 2000 წლამდე მოთამაშეებს მოუწევთ შექმნან საკუთარი სატრანსპორტო კომპანია და იზრუნონ მის განვითარებაზე ხელმძღვანელის როლში ინფრასტრუქტურის მშენებლობით. შეიძინონ სატრანსპორტო საშუალებები და მართონ სარკინიგზო ხაზები. Train Fever-ის არსებობა crowdfunding-ის დამსახურებაა. ეს პროექტი აღმოჩნდა იმდენად წარმატებული, რომ წინა წლის თებერვალში ამ თამაშს ჰქონდა ყველაზე დიდი რეიტინგი სერვისის არსებობის ისტორიაში. Gamescom 2014-ის გამოფენის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 13-17 აგვისტოს, მოხდება თამაშის დემო ვერსიის ჩვენება. მეცნიერები ძალიან საინტერესო მიღწევაზე ალაპარაკდნენ. კაცობრიობის ისტორიაში პირველად მეცნიერებმა ადამიანის DNM-დან შიცის ვირუსის მოშორება შეძლეს. ვნახოთ რა იგულისხმება კონკრეტულად ამ ისტორიული ნაბიჯის უკან. შიცის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისთანავე სამუდამოდ იქრჩება. პათოგენი მომაკვდინებელ ცვლილებებს ახდენს მსხვერპლის ქრომოსომაში, ამიტომ დაავადებული ადამიანი იძულებულია სიცოცხლის ბოლომდე წამლებისვას. თუმცა ადამიანის მიერ შიცის აღმოჩენიდან მოყოლებული პირველად შეძლეს მეცნიერებმა იმუნოდეფიციტის ვირუსის განცალკევება ადამიანის უჯრედისაგან. მეცნიერები თვლიან, რომ მათი მეთოდი შესაძლებელს გახდის სხვა მსგავსი ტიპის ვირუსული უჯრედების მოცილებასაც. ამ უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯიდან შიცისგან სრულად განსაკურნებელი წამლის შექმნამდე დიდი დრო გავა, თუმცა ამ მიღწევის გამო ხელშესახები პერსპექტივა უკვე განჩნდა. კამელია ხალილამ განაცხადა მოლეკულური ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისთანავე ადამიანის DNM-ში იწყებს მუშაობას როგორც გენომის რესტავრატორი, რომელიც ჭრის ვირუსულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები იბრუნებენ დავირუსებამდე არსებულ ფორმას. ტექნოლოგიური განვითარების გამოყენება ყველა სფეროში შესაძლებელია. ეს პროცესი კი ხშირად ასეთ სახეს იღებს. ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისათვის პრიორიტეტული გახდა ფინანსების განაწილების საქმეში ამერიკული ჯარის შეიარაღების შექმნასა და მოდერნიზაციაზე ხარჯების მუხლის გათვალისწინება. ყველაზე კონცეპტუალური, ფუტურისტული და არაჩვეულებრივი პროექტებით დაკავებულია ტრადიციულად სააგენტო დარპა. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითის კორპუსმა მოქმედებაში გამოსცადა ახალი სადესანტო ამფიბიები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ადრე შექმნილი ანალოგებისგან, როგორც გარეგნულად, ისე გაჟღერებული მახასიათებლებით. U-Hack-ის მთავარი განსხვავება ამერიკის შეიარაღებაზე ამ მომენტში მყოფი მუხლუხა მანქანა ამფიბია AAV-7-ისგან იქნება წყლის ზედაპირზე გადაადგილების სიჩქარე. მისი სისწრაფე იქნება 40 კმ/სთ-ში. მყარ ზედაპირზე მანევრირებისთვის U-Hack-ის კონსტრუქცია მიიღო ორი უზარმაზარი მუხლუხა სატვირთო განყოფილება, რომელიც წარმოადგენს ფოროვანი მასალის ბლოკების ნარევს. ეს სატვირთო განყოფილებები შეასრულებენ გადასაადგილებელ ფუნქციას, ხოლო თავად ამფიბია შეუფერხებული შეძლებს გადალახოს 3 მეტრის სიმაღლემდე საზღვაო და სახმელეთო წინააღმდეგობები. U-Hack-ის ტვირთამწეობა განმაცვიფრებელია თავისი ფანტასტიკური მნიშვნელობით AAV-7-თან შედარებით. მას შეუძლია 200 ტონამდე ტვირთის აწევა და ამასთანავე ხსენებული სიჩქარის შენარჩუნება.
ციფრული დაიჯესტის წინა გადაცემებში არაერთხელ ვახსენეთ ჭკვიანი სახლი, ჭკვიანი ტელევიზორი, ჭკვიანი ბურთი. ახლა დადგა დრო ჭკვიან სპორტულ ფეხსაცმელზე გესაუბროთ. ინდური კომპანია Dusera Technologies გეგმავს გამოიყვანოს ბაზარზე პროდუქტი ჭკვიანი ფეხსაცმელი და ცვლადი ფეხსაცმელის საფენები, რომლებიც ნავიგატორის როლს შეასრულებენ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელს მიაწოდოს მარჯვენა ან მარცხენა ტერფის მიდამოში ვიბრაციით ინფორმაცია მოსახვევის შესახებ. ამისთვის ფეხსაცმელში ჩაშენებული იქნება ვიბროძრავები და პატარა აკუმულატორი. ნავიგაციური ინსტრუქციები გადაეცემა მობილური მოწყობილობებით, smartphone-ით ან პლანშეტით Bluetooth-ის მეშვეობით. Dusera Technologies იმედოვნებს, რომ სიახლე დააინტერესებს სპორტსმენებს, ტურისტებს და ასევე აქტიური დასვენების მოყვარულთ. გარდა ამისა, სიახლე დაეხმარება ბრმებს და მათ, ვისაც ცუდი მხედველობა აქვთ ქუჩებში ორიენტაციისთვის. პროდუქციის სტარტაპი იგეგმება სექტემბერში. სურვილებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ასევე ფეხსაცმლის საფენები. აქ ჩვენი ურთიერთობა კიდევ ერთხელ შეწყდება, თუმცა ისევ სულ რაღაც 7 დღით. ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეებით. ნახვამდის.